გამარჯობათ, ჩემო ქართველებო. ახლა მინდა შევეხო ქართველთა ერთ-ერთ ეთნოგრაფიულ ჯგუფს, სახელწოდებით მეგრელები. Просторედ მათ პრორუსულ ნაწილს. რა იყო მეგრელებო, სულ დაკარგეთ სინდისი? აი, რუსეთის საწინააღმდეგო პოსტები როცა იწერება, როცა რუსებისა და რუსეთუმეების მხილება ხდება, პირველები თქვენ რატომ ერთვებით მაგად დასაცავად? რა ხდება, ვერ გავიგე. რუსეთმა ძალიან ცოტა დაგიშავათ? გახსოვთ, რა ხდებოდა სამეგრელოში მეფის რუსეთის დროს? კაზაკები ჯგუფურად რო აუპატიურებდნენ მეგრელ გოგონებს, ზოგი რო იღუპებოდა, ზოგი კი მერე შობდა ამ რუსების ნაბიჭურებს. თუ მაგათ შთამომავლები ხო არა ხარ ჩემთხვევით? აი რუსის ნაბიჭურების. როგორ იცავთ ბიჭო რუსებს? არ გცხვენიათ ბიჭო? ან პრორუსულმა დაჯგუფებამ ხედრიონმა რა ჩაიდინა სამეგრელოში? ასეთ რეჟიმს როგორ უდგეხართ გვერდში, რომელიც პირდაპირ მხედრიონელებითაა დაკომპლექტებული და მათი გაგრძელებაა? როგორ უდგეხართ მაგათ გვერდში? როცა მხედრიონელები სამეგრელოში ზვიადგამსახურდიას მომხრეებს აუპატიურებდნენ, მერე რო დაქცინოდნენ, აი მეგრელების სიძეები ვართო, დაცვინით რო ამბობდნენ მხედრიონელები. მაგათ ბიჭო როგორ უდგეხართ გვერდში? დავასახელო მაინც და მაინც ის პრორუსული დაჯგუფებები, რომლებსაც მეგრელები უდგანან სათავეში აი ამ რეჟიმის დავალებით. სოლიდარობა მშვიდობისთვის, ანტიმაიდანი არ გცხვენიათ ბიჭო? კიდევ პატრიოტ ქართველებს რომ ეჭიმებით და რუსების სასარგებლოდ რო იბრძვით, არ გცხვენიათ ბიჭო? აი ახლა გადავხედე კომენტარებს და ვაიმე, გული ამერია რა. რუსეთს რომ იცავთ ბიჭო, კიდე რუსეთს. კაი, ახლა ზოგიერთი სვანი რომ იცავს მაგათ, კაი, ისინი იმათი ნაწილი მხედრიონში იყო და აფხაზ სეპარატისტებზე უარესი ჩაიდინეს. თუ აფხაზმა სეპარატისტებმა რუსების დავალებით ჩაიდინეს ფაშიზმი, სვანები არანაკლებ ფაშიზმს ჩადიოდნენ, როდესაც ძარცვალდნენ უღელტეხილზე მიმავალ ხალხს და აუპატიურებდნენ. ეს ჭუბერში რაც ხდებოდა, ყველა დევნილმა იცის. მაგრამ თქვენ რომ მოგაქვთ თავი ზოგიერთებს სამეგრელოში აი ზვიადგამსახურდიას მომხრეები ვართო, ამავე დროს ამ რეჟიმს რო იცავთ ბიჭო. და რუსეთს რო იცავთ ბიჭო. სად ზვიადი და სად რუსეთი? საერთოდ რა, მე მგონი შეიშალა ეს ქვეყანა, შეიშალა.